თეატრი ბავშვებისთვის. ეს არ არის მხოლოდ სცენა და როლები. ეს პატარა სამყაროს შენება, სადაც თამაშის სწავლას ემთხვევა და ბავშვები ცხოვრებას ხელოვნების ენით უწყებენ გაცნობას. ბავშვთა თეატრი ქმნის სივრცეს, სადაც ფანტაზია რეალობას ეხება და თითოეულ პატარა მსახიობს ეძლება ხმა, რომ თავადაც შექმნას რაღაც დიდი. ხონელი ქალბატონი გახლავართ. ძალიან მეამაყება რომ ხონელი ვარ. ისე სინამდვილეში სოხუმში ვარ დაბადებული. მაგრამ მე ჩამოვედით ხონში ვისწავლე. ცხოვრობდით, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, იპოლიტე ხვიჩიას სოფელში, კონტუაჩი, ჩვენ მეზობლები იყვნენ ისინი და პირველად სცენაზე მისი და ლუბა ყუნჩიავა გამომიყვანა. 2000 წელში მივიღე ღირსების ორდენი. 2024 წელში მივიღე საპატიო ხონილობის ჯილდო. აი, საერთოდ ჩემთვის ყველაფერი. დაახლოებით 13-14 წელი ვიყავი ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში. პარალელურად სამტრედიის თეატრშიც მონაწილეობდი. შემდეგ მოხდა ის, რომ ჩამოვაყალიბე ხონში ბავშვთა ნიღბების თეატრი საქართველოში პირველად 94 წელს. და ასე რომ აგრძელებ, ეხლა უпроსტად ვარ რეჟისორი ამ ბავშვთა ნიღბების თეატრის. და იმასაც მოგახსენეთ, თუ როგორ დამებადა ალბათ ეს იდეა. ჩამოდიოდა მაშინ იყო ძალიან კარგი იუმორისტი თენგიზ ჩანტლაძე. და ის ირგებდა ნიღბებს, სხვადასხვა ნიღბებს. სხვადასხვა ტიპაჟები იყო რაღაცა და აი მაშინ დამებადა, ისე მომეწონა, რომ აი ხომ შეიძლება თვითონ თეატრი, რომ ნიღბების რომ ყოფილიყო. მაგრამ ახლა მე დიდების სიას ჩამოვაყალიბებდი, ახლა პროფესიონალი და არ ვიყავი და არაფერი, მაგრამ მე ახლა უკვე ჩემი ოცნება. და მე მართლა გავაკეთე ოღონდ ბავშვების. პირველად ვატარებ კასტინგივით რო ქვია, აი ესე, ბავშვებს. და აი პატარა რაღაცა ნიუანსის რომ დაუჭირო მსახიობობის, ხო? მე იმას ვასალაშინებო რომ იტყვიან. იმიტომ რომ უნდა ზოგჯერ უნდა ბავშვს რომ არა შეიძლება ისეთი მონაცემები, მაგრამ უნდა თეატრში. ამიტომ ზოგჯერ ისეთიც მეწოდება და იმეგესაც ვიყენებ. მაგრამ ზოგს ბევრს აქვს ძალიან კარგი ტალანტი. და პირველად ასე რაღაცა ეტიუდ ჩაუტარებ. რამდენიმე ეტიუდს. მე ძირითადად ვდგამ ზღაპრებს, ქართულ ზღაპრებს. და სხვათა შორის წუნა და წრუწუნა არის 8 წუთიანი მულტფილმი. და გადავაკეთე თითქმის საათნახევარი მიდის. ეხლა რა ხდება აქ? წუნა და წრუწუნას ქორწილში დავწერე მე თვითონ სცენარი. შემოვიყვანე სხვადასხვა კუთხიდან, ხო რამდენი კუთხეა ჩვენ საქართველოში, სხვადასხვა კუთხიდან შემოვიყვანე მისი ძმაკაცები და დაქალები. და მოვიწვიეს უყველა. მაგალითად აჭარელი მოვიდა, აჭარელი შემოვიდა თავისი სიტყვა თქვა რაღაცა და იცეყვა აჭარული რაღაცა. აგერ თიდან ჩამოვიყვანე, თუშეთიდან ჩამოვიყვანე, ფშავ-ხევსურეთიდან ჩამოვიყვანე, იმასაც ვაცეკვე თავისი სიტყვა. აგერ კახელი მოვიდა, კახელმა თავისებურად კიდე თავისი დამახასიათებელი რაც იყო ყველა ესეთი რაღაცები გავაკეთე. ამას ყავს ქორწის თავისი წამყვანი კიდე. ასე რომ ისეთი მრავალფეროვანი გახდა ყველა კუთხიდან აბსოლუტურად. და ყოველთვის მომყავს ვინმე სტუმარი. და ისე ბოლოს რომ დავდგი, აქ შემოვიყვანე ებრაელი. მაგალითად რაღაც წუნა და წრუწუნაში რომელიც ცოტა მომსუხნო ბიჭი იყო, კადრი ტონტორიკა რაღაცა, ის იყო უკვე ბატონი. წუნა და წრუწუნა ხო თავისებური, აი წრუწუნები პატარები, აი იმის და მიხედვით, აი როგორ ეტიუდს გამიკეთებს და როგორ შეასრულებს ჩემს ნათქვამს, იმის და მიხედვით ვარჩევდი მერე და ისე ვარიგებდი. საერთოდ უყვარს ბავშვებს ქართული ზღაპრები, აი ქართული რომელიც ბოლოს სიკეთე რომ იმარჯვებს. აი ეს არის ბოლო და ამიტომ კარგია ყოველთვის. მსახიობი როცა არის, იმან უკვე იცის ყველაფერი. და თუ კიდე დამწყებიც იყოს, მაინც დღეს ითამაშა, ხვალ ითამაშა რაღაცა. ესენი რომ მოდიან პირველად თამაშობენ. ამიტომ თვითოული ხელი, თვითოული ბგერა, თვითოული ფეხი, ყველაფერი უნდა უჩვენო. ისე არ შეიძლება. ჯერ მუშაობთ მაგიდასთან, რა თქმა უნდა. იქ სახეებს ძერწავთ უკვე. და მე უკვე მონახაზზე გადავდივართ. ძალიან კაცრი ვარ. ესე იგი, როცა მუშაობ, თუ კიდე მაგიდასთან მუშაობდე, სრული სიჩუმე უნდა იყოს. და ერთთან თუ მუშაობ, თქვა აქეთ მხარეს, ხო? ის უნდა უყურებდეს ყველა რომ ის დაიმახსოვროს იმან რომ მეოჯე არ დამჭირდეს იმასთან რომ რაღაც პატარა შესწორებები. იგი ჩურჩულისაც კი ვერ ვიტან.
ისე როცა სცენაზე გადავდივარ. კულისებში ხომ არიან, ახლა აქეთაც არიან, იქეთაც არიან, მე აგერ მუშაობ, ხო? აი სრული სიჩუმე უნდა იყოს. ძალიან კაცი ვარ. და ამ დროს მეუბნებიან თანამშრომლები. რატომ უყვარხართ მაინც ასე ბავშვებს? მაგრამ ბავშვებს თავისებური მიდგომა უნდა. იუმორი მეხმარება. იუმორი. როცა უყვირებ, ხო, ისეთი ის პირით რო ამბობ, მაგრამ თვალები უნდა გამოჩვიოდეს სიყვარული. და მე ისე უნდა ჩაიხუტო ამ ყვირილშიც კი, ამ რაღაცა დაყვირებაშიც კი ისე თბილად უნდა ჩაიხუტო, ის სხეული იგრძნობს იმას. რომ შენ ისეთი მკაცრი კი არა ხარ, მოსიყვარულეც რო ხარ. და ალბათ, რა ვიცი, მე ჩემებურად გადმოვცემ ამას. ალბათ ასე ხდება. აი ეს არის ჩემი დევიზი, რომ მე ქართველი ბავშვები გავზარდო, რომ უყვარდეთ სამშობლო, უყვარდეთ უფალი. უნიკალური ვართ. ღვთისმშობლის ქვეყანა ვართ და ამიტომ ჩემი რეპეტიცია იწყება მამაო ჩვენოთი. შენ უნდა ნახო, როგორ კარგად ლაპარაკობენ. როგორ კარგად ითვისებენ ახლა ამას, რასაც შენეუნებ ბავშვი ხომ იცი, რომ ყველაფერს ითვისებს, რასაც კარგს ეტყოდა, აბა რა უნდა უთხრა. უპირველეს ყოვლისა უნდა უყვარდეს სამშობლო. მეტირება ახლა. ხანდახან დევიზი ისე